გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებს პირდება, რომ წელს ატმის სეზონი წარმატებით ჩაივლის. როგორ დაეხმარება ხელისუფლება მათ ატმის რეალიზაციაში? ბაზრები არის აბსოლუტურად გახსნილი, ბაზრებზე შეფერხება არ არსებობს, შესაბამისად ვფიქრობ, რომ სეზონი აბსოლუტურად შეფერხების გარეშე წარმატებით ჩაივლის. და რა მდგომარეობა იყო დღეს ადგილობრივ ბაზარზე? ვინ იბარებს აბა? ჩამოიდე ვინმე და თქვა რომ ვიბარებთ და წავიღებ. აი ეგეთი მშვენიერი ატამი რო 30 კაპიკსაც არის ძლევიან. აბა რაღა უნდა გააკეთო ადამიანმა. 4 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. რასელის მოსახლეობა, გამოკითხვის შედეგები ვაზის უბანსა და შაშიანში. დაპირებები კარგი იციან და შესრულება არავინ. იმედითაც ცოცხლობს ადამიანები. 1 ივლისიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა იწყება. რომელ ქრონიკულ დაავადებებზე გაიცემა წამლები, სიმბოლურ ფასად და რა პროცედურებია საჭირო მედიკამენტების მისაღებად. პირველ რიგში ბუნებრივია პაციენტმა უნდა მიმართოს მის ოჯახის ეკიპს ან სოფლის ეკიპს, რომელიც ემსახურება მას. ახალი კანონი წვევამდელებისთვის, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ჯარიმით ან 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. რამდენად ხშირია ასეთი ფაქტები და როგორ აფასებს სიახლეს მოსახლეობა? ამ ბოლო დროს მიიღო მასიური ხასიათი. უნდა დაისაჯოს. იმიტომ რომ არ სამშობლო უყვარს, არ დედა უყვარს, არ მამა უყვარს, თავი უყვარს მას. ჩემი აზრით არ უნდა იყოს მაგათი პატიმრობა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი 10 საათზე შეგეცლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთის გუბერნატორი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანში ხილის გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებს, ექსპორტიორებსა და ფერმერებს შეხვდნენ, სადაც ატმის სეზონის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ისინი ფერმერებს დაპირდნენ, რომ ატმის რეალიზაციის პრობლემა აღარ შეექმნებათ და ფასითაც კმაყოფილნი იქნებიან. როგორ დაეხმარება ხელისუფლება ფერმერებს ატმის რეალიზაციაში და რა მდგომარეობა იყო დღეს ადგილობრივ ბაზარზე? ნინო სამიაშვილი გაგვაცნობს დეტალებს. წელს კახელ ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ექსპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით საექსპორტო ბაზარი გახსნილია და შეფერხებები არ არის. აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გამართა, რათა საექსპორტო პროცედურები გამარტივდეს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ სეზონი წარმატებით ჩაივლის. საუბარი იყო ერთი ფანჯის პრინციპით ექსპორტიორების მომსახურებაზე, იმისთვის რომ მაქსიმალურად გამარტივდეს საექსპორტო პროცედურები. რაც შეეხება ბაზრებს, როგორც იცით, ატამი ძირითადად ორი მეზობელ ქვეყანაში ექსპორტირდება. ეს არის აზერბაიჯანი და რუსეთის ფედერაცია. ორივე ქვეყანასთან არსებობს შეთანხმება და მოლაპარაკება სეზონის წინათ ჩვენი სამსახურების წარმომადგენლები შეხვედრებს. ბაზრები არის აბსოლუტურად გახსნილი, ბაზრებზე შეფერხება არ არსებობს, შესაბამისად ვფიქრობ, რომ სეზონი აბსოლუტურად შეფერხების გარეშე წარმატებით ჩაივლის. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ექსპორტიორებს კახეთის გუბერნატორი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდნენ. დავით სონღულაშვილის ინფორმაციით ხილზე მოთხოვნა მიმატა და შესაბამისად ატამზეც ფასი ყოველდღიურად იზრდება. გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი კი აღნიშნავს, რომ უხარისხო ატამს ფერმერები 50 თეთრად, ხარისხიანს კი 1 ლარადაც ყიდიან. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხატო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რადგან ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია არის შავბრძანებული. მინისტრი ბრძანდება მოადგილეებთან ერთად, სურსათმრთუნებლობის სამსახურის უფროსი თავის მოადგილესთან ერთად, საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილე. ეს წარმომადგენლობითი დელეგაცია ბრძანდება, რადგან ადგილზე შეისწავლოს ყველა ის პრობლემა, რომელიც არის და მაქსიმალურად გაუმარტივოს ექსპორტიორებს. ყოველდღიურად ფასი ფაქტობრივად იზრდება, როგორც ატამზე, ასევე ვაშლატამაზე, რაც განაპირობებს იმას, რომ დღითი დღე თავისთავად ცხადია უკვე იზრდება მოთხოვნა და უნდა ითქვას, რომ ვითარება არის სრულად სტაბილური. სამომხმარებლო ფასები ატამზე არის ნორმალური. დაბალი ხარისხის კონდიცია შელახული ატამი იყიდება დაახლოებით 50 თეთრად, ხოლო კარგი ატამის ფასი 90 და ლარიც არის. ეს მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდება. ეს პირველადი ატამის, ასე ვთქვათ, ტალღა რო გადაივლის და უკვე რო შემოვა ძირითადი ატამი, ამავდროულად ფასი შენარჩუნებული იქნება და ნორმალური იქნება.
ყიტაანში ატმის სარეალიზაციო ბაზარზე კი ფერმერები საპირისპიროს აცხადებენ, ირწმუნებიან, რომ ატამს 35 თეთრადაც კი ვერ ყიდიან. ხარისხიან პროდუქტს კი არათუ ლარად 80 თეთრადაც ვერ აბარებენ. ისინი კვლავ ხელისუფლებას თხოვენ დახმარებას. ვითარება არის ძალიან ცუდი. აი ესეთი ატამი 30 თეთრი არ არის. 25-ზე ჩამოვიდა, 30, 35 მეტი არ არის. და ჩვენ ემაში გვაქვს დამჯარი ძალიან დიდი თანხა. ვალებ ვერ გადავიხდით. ჩვენი დარდი არავის არ აქვს. ვინ იბარებს აბა? ჩამოიდე ვინმე და თქვა რომ ვიბარებთ და წავიღებთ. აი ეს მანქანები მოიხევით უყოლენ და წავალ ჩავაბარებ. აი ეგეთი მშვენიერი ატამი რო 30 კაპიკსაც არის ძლევიან. აბა რაღა უნდა გააკეთო ადამიანმა. არ არის ჩასაბარებელი ფაქტიურად. აი ეხლა თუ გინდა ავიდეთ იქ დაკეტილია არავინ არ ამუშავებს ჩვენების ქარხანაში. ვაი უბედურებით მოყვანილი ბანკის სვალი მაქვს 8000 მანეთი ზედ დახარჯული წამალი უნდა 8 ჯერ მარტო. ხო და იმის ღირსები არ გაგხვდეს რომ ერთი ქარხანა მაინც იყოს რომ მივიტანოთ ჩავაბაროთ. ეხლა დღეს თუ დაგვრჩა არავინ კლიენტი არ მოდის ქვეყანაზე. კომპანია კულაკი ფერმერებს აიმედებს, რომ წელს 500 ტონა ყველა ხარისხის ატმის ჩაბარებას გეგმავს კახელი ფერმერებისგან. შეპოსილ ქართულ პროდუქტში კი აცხადებენ, რომ რაიონში საწარმოს 10 ივლისიდან გახსნიან და დაახლოებით 4000 ტონა მეორე ხარისხის ატამს მიიღებენ. კომპანია კულა, როგორც ყოველთვის, რამდენი წელიწად არ იქნება გამონაკლისი, მიიღებს ყველანაირი სახის ატამს, ეს იქნება როგორც არასტანდარტული ატამი გადასამუშავებლად, ასევე იქნება სტანდარტული ატამი. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემები იქნება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად რომ დავეხმაროთ. ყვამს ჩვენი ჩამბარებლები, ვისთანაც შეუძლიათ პირდაპირ მიიტანონ, ან თუ დიდი რაოდენობით აქვს პირდაპირ ჩამოვიტანონ ქარხანაში. ან დავიკავშირდებიან პირდაპირ ცხელხაზზე კულას საწარმოში და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ტრანსპორტით გამოვაგზავნოთ, რა თქმა უნდა, ხარჯები ანაზღაურებული იქნება უკვე იმ ფერმერის მიერ. სულ რამოდენიმე დღეში ვფიქრობ 10 რიცხვისთვის ესე იგი ჩავთავთ საწარმოს, რომელიც არის ორიენტირებული მეორე ხარისხის, ესე იგი ხილის გადამუშავებაზე. მართალია კომპანიები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ჩაიბარებენ ხილს, თუმცა რა ფასად ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. რამდენად მისაღები იქნება ფერმერებისთვის, ესეც უცნობია. ჩუმლაყელი ფერმერები ითხოვენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავად დააკვირდნენ პროცესებს თუ როგორ უჭირთ პროდუქტის ადგილზე რეალიზაცია. მათი გამოთვლით ხარჯები რომ აანაზღაურონ და მოგება ნახონ 1 კილოგრამი ატამი და ვაშლატამა მინიმუმ ლარი უნდა ღირდეს, თუმცა ამ ფასში ამ დრომდე ვერ ყიდიან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება. ამ მრჩეველმა ოქტომბრის ბოლოს მუნიციპალიტეტების ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიონ. რასელიან თვითმმართველობის არჩევნებისგან ამჯერად ჩვენმა კორესპონდენტმა გამოკითხვა ვაზისუბანსა და შაშიანში ჩაატარა. მარტივი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული რესპონდენტების ნაწილს ჯერა, რომ არჩევნების შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვლება. ნაწილი კი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. არაფერ კარგს არავისი იმედი არ აქვს. დაპირებები კარგი იციან და შესრულება არავინ. ცაში აუფრინდებით ხოლმე იმდენ რამეს აკვირდებიან, მაგრამ ნოლის ტოლია იმათ დაპირება. არავისი იმედი არ აქვს. პატიოსანი ადამიანი დადგება, ბევრი რამე შეიცვლება. ხალხისთვის ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მთავარია გულთან ახლონ მიიტანონ თავი ხალხის აზრი, წუხილი, დარდი, რაც კრიზისია გაითავისონ, ხალხზე იზრუნონ. მთავარი ეს არის. აბა რა ვიცი, შეიცვლება. იმედი აღარ აქვს ასე ვთქვათ. რამდენი მთავრობაც მოვიდა, ყველა ხალხზე ფიქრობს, ვითომ სანამ მოვლენ და როცა მოდია კიდე არავინ არაფერს აღარ აკეთებს. რა ვიცი, იქნება შეიცვალოს, რა ვიცი. იმედითაც ცოცხლობს ადამიანი, რა ვიცი, იქნება უკეთესობისკენ წავიდეს. ის თავისკამზე დაჯიბაშვილო, ჩვენ აღარ გავახსენდებით. რაც შვილი არ არის ჩვენი პატრონი. მინდა რომ შეიცვალო უკეთესობისკენ. ეგ თავიანთ თავისუფლების სერვერებს თავრობა. ცუდის მეც არაფერს არ ვეროდებით, ეგ ის გეტყვი და ეგ არის მორჩი. ცუდის მეც. რატო და რა ცხოვრებაც იმის მიხედვით გელაპარაკები. კარგს ველოდებით, რას ველოდებოდით. კარგი იქნება ყველაფერი. შეიცვლება ცოტა არის. სტიმული მიეცემა ხალხს. დავაიმოვოთ ხალხი, დავასაქმოთ. აი რა ვსხედავთ, რაზე ვსხედავთ. უმუშევრები ვართ. იქნება რამე გამოჩნდეს. სხვა არაფერი არ ველოდებით. 1 ივლისიდან
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდება. მედიკამენტების მიღება სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 1000-ის ჩათვლით და აქვთ შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულსისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დიაბეტის მეორე ტიპი, არაინსულინ დამოკიდებული. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით 700.000-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან მხოლოდ 200.000-მდე ექნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, პროგრამაში სულ 23 დასახელების მედიკამენტია განსაზღვრული. ხვალიდან კი 13 მათგანის მიღება იქნება შესაძლებელი. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს ხელხაზზე 15.05-ზე შეუძლიათ. ეხლა რა პროცედურები არის საჭირო მედიკამენტის მისაღებად? პირველ რიგში ბუნებრივია პაციენტმა უნდა მიმართოს მის ოჯახის ეკიპს ან სოფლის ეკიპს, რომელიც ემსახურება მას. მიმართვის საფუძველზე ექიმი გამოწერს რეცეპტს და ამის შემდეგ ამ რეცეპტით მხოლოდ ერთხელ პირველად დარეგისტრირებისთვის პაციენტი პროგრამის მოსარგებლე მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში. განყოფილებაში მას აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ აფთიაქს უნდა მიმართოს მან. ცხადია, რომ განყოფილებაში მისვლისას მას ხელზე უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან თუ ეს არის ნდობით აღჭურვილი პირი, მას უნდა ჰქონდეს თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სამხედრო სამსახურისთვის თავისარიდება დასჯადი ხდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. სიახლის დადებითად აფასებენ და სამხედრო სამსახურის თავისარიდების ფაქტებზე საუბრობენ გურჯაანის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში. ახალ კანონს აფასებენ გურჯაანელებიც. გიორგი ბაღანაშვილი განაგრძობს თემას. ამიერიდან სამხედრო სამსახურისათვის თავისარიდება 3 წლამდე პატიმრობით ან ჯარიმის დაკისრებით დაისჯება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას ვინ ჯანმრთელობის გაუარესების სიმულაციით, თვითდაზიანებების მიყენებით ან ყალბი დოკუმენტების მომზადებით სამხედრო სამსახურისათვის თავისარიდება შეეცდება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ წვევამდელები მთელ რიგ შემთხვევებში სამხედრო სამსახურს თავსარიდებენ. ამის შესახებ საუბრობს გურჯაანის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსიც. სურაბ ანანეიშვილის განმარტებით ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები თავს განძრახიზიანებენ ან ავადმყოფობას იმიზეზებენ იმისათვის, რომ ჯარში არ წავიდნენ. ამ ბოლო დროს მიიღო მასიური ხასიათი. თავისარიდები ხდება შესაბამისად ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით და ასევე ყალბი დოკუმენტის წარდგენით. ეხლა ყალბი დოკუმენტის წარმოდგენა ალბათ ჰქონდა ფაქტები. გურჯაანის სამხედრო სამსახურში ესეთი ფაქტის ადგილი არ აქონია. ყოველ შემთხვევაში არ გამოვაშკარებულა. ეს დროული ცვლილება არის კანონში სამხედრო სამსახურის შესახებ. ეს ნამდვილად წარადგება საერთო საქმეს და შედარებით უკეთესად და ორგანიზებულად მოხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. სამხედრო სამსახური რომ ახალგაზრდებისათვის სავალდებულოა, ამაზე გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტებიც თანხმდებიან. თუმცა ნაწილს ახალი კანონპროექტი არ მოსწონს და ამბობს, რომ სამხედრო სამსახურისათვის თავისარიდება პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს. ნაწილი კი ამის მომხრია. უნდა წავიდეს ჯარში ბევრი რამეს ისწავლის, წესრიგს ისწავლის. ახლა დაჟდა ზედმეტია. უნდა დაისაჯოს. იმიტომ რომ არ სამშობლო უყვარს, არ დედა უყვარს, არ მამა უყვარს, თავი უყვარს მარტო. ხანიკიდან იწევენ, ცოტ-ცოტას ითვისებენ. ვინ უნდა უყარაულოს ამას? ჩემი აზრით არ უნდა იყოს მაგარი პატიმრობა. ეხლანდელი ბავშვები თუ ცოტა რეჟიმი არ ანახეს. იქ მაინც შედარებით, ოჯახთან შედარებით რეჟიმია. კარგი იქნება. ის ერთი წელი არაფერს არ უზავთ, იმათ ცოტა ჩამოყალიბებაში მეეხმარებათ. მე მგონი არ უნდა ისჯებოდეს, იმიტომ რომ ნებაყოფილობითი უნდა იყოს. უნდა ისჯებოდეს.
იმიტომ რომ როცა სამშობლო სამსახურში უარს აცხადებ, ესე იგი არც პატრიოტი ხარ, არც ერი გიყვარს, არც თავი გიყვარს. უბრალოდ ოჯახს არ ასცემ პატივს და ტრადიციებს. რატომ არიდებენ თავს ახლა ახალგაზრდები ჯარს, აი რას ფიქრობთ? იმიტომ რომ არასწორი ინფორმაციები აქვს მიღებული, რომ ჯარი თვითონ ის ჯარია, როგორც ადრე იყო პირველად რო ჩამოყალიბდა მე მხედველობაში მაქვს ქართული არმია, ცოტა ფორმა არ იყო, საჭმელი არ იყო, რაღაცა ახლა ეს დარჩა ეგრე დარჩა რა, რო იტყვიან, რომ გონიათ რომ ისევ ის არის. არა, ჯარი გამოსწორდა. ახალგაზრდები უნდა აღძაროთ ისე რომ პატრიოტული სული შეიძინონ და განუვითარდნენ. არ მიდიან და თახაზებენ იმიტომ რომ დაფასება არ არის მე მგონი რა. აი მე მოიმსახურა ჩამოვიდა ჯარიდან რა. პარლამენტმა ახალი კანონპროექტი 82 ხმით დაამტკიცა, თუმცა მას მოწინააღმდეგეებიც ყავს. ინიციატივას იწუნებენ როგორც ოპოზიციაში, ასევე სახალხო დამცველის აპარატში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 2 ივლისს აბიტურიენტებს დალოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით ილია მეორე აბიტურიენტებს სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ დალოცავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება და 27 ივლისს დასრულდება. მეღვინეობა მუკუზანში ახალ ღვინის ქარხანას აშენებს. სამუშაოები უკვე დაწყებულია და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. საქმეთა მწარმოებლის ინფორმაციით მშენებლობაზე 34 მუშახელია დასაქმებული, აქედან 17 ადგილობრივია. ღვინის ქარხნის სამშენებლო სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და კახეთის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა. დავით სონღულაშვილის ინფორმაციით ახალი ღვინის ქარხანა ყურძნის მიღებას წელს რთველის სეზონზე უკვე აპირებს. მომავალ წელს კი დაგეგმილია 30 ნოემბრიანი სასტუმროს აშენებაც. სამუშაო შეიძლება 2 ეტაპად დაიყოს. ერთი ეტაპი რო წლევანდელი მოსავალი მივიღოთ, დავაბინავოთ, ესე იგი სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში ეს უნდა იყოს მზად ყველაფერი. მეორე ეტაპს რაც შეეხება, ჩანს ახლა აქედან რომ აი ნახევარი კორპუსი იქით ჯერ კიდევ არ არის მიმთავრებული ხო სამშენებლო სამუშაოები. ესე იგი მეორე ეტაპი. მეორე ეტაპი სექტემბრის ბოლოსთვის გვაქვს გეგმით გათვალისწინებული. 4 თვე დაიწყო რაც მუშაობთ აქ. სამსახურსაც შეეხება დატვირთვა არის, მაგრამ ანაზღაურებაც ნორმალურია. თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, აქ ის მუშაობს, ყველა კმაყოფილია მუშაობით. კიდევ კმაყოფილი იქნება თუ გაგრძელდება რა თქმა უნდა. შენებობები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ობიექტი რაიონისთვის, იმიტომ რომ პირველ ეტაპს დაგეგმილია მხოლოდ ღვინის ქარხნის შენებობა, ხოლო მომავალ წელს უკვე დაიწყება სასტუმრო კომპლექსის შენებობა, რომელიც იქნება დაახლოებით 30 ნოემბრიანი სასტუმრო. ჯამში ესეთი ობიექტები, რაც უფრო მეტი იქნება რაიონისთვის, უფრო მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო გაძლიერდება რაიონი. თიბათვის მუსიკალური პალიტრა. ამ სახელწოდებით დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში პედაგოგ მაია ჩუგოშვილის მოსწავლეებმა ქართული კინოფილმებიდან, სპექტაკლებიდან და მულტფილმებიდან კომპოზიციები შეასრულეს. კონცერტში გურჯაანელმა მომღერალმა ნათია ქოროღლიშვილმაც მიიღო მონაწილეობა. დღეს წარმოგიდგენთ წლის ანგარიშო კონცერტს სახელწოდებით თიბათვის მუსიკალური პალიტრა. წარმოგიდგენთ სიმღერებს მრავალფეროვან რეპერტუარს. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად არის ჩემი აღზრდილი გურჯაანელები თუ საყვარელი მომღერალი ნათია ქოროღლიშვილი შეასრულებს ჩემს მოსწავლეებისთვის სიმღერებს. და მე ვფიქრობ, რომ აყურებლის გულწრფელი ტაში ჩემს მოსწავლეებს უფრო საშუალებას მისცემს, რომ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები უფრო მეტად. ძალიან მიხარია დღეს გურჯაანში რომ ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი კუთხის და ჩემი მსმენელის გახარება. მე ვფიქრობ, რომ ვახარებ ჩემი ჩამოსვლით ჩემს მსმენელს, იმიტომ რომ დიდი ხანია არ მიმღერია მათთვის და ამ ზაფხულს კიდევ ვაპირებ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას ჩემი მსმენელისთვის. დღევანდელი ღონისძიებაც ასევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ჩემი გამოსვლები. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებაც, რომლის დროსაც გამოთქვა მმართველი პოლიტიკური გუნდის მზადყოფნა განაგრძოს ვენეციის კომისიასთან მუშაობა მესამე მოსმენამდე და ასევე პოლიტიკური დიალოგი. ჩვენ გქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ მთელი ეს პროცესი. მე გამოვთქვი ჩემი მხრიდან მზადყოფნა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მზადყოფნა გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა მესამე მოსმენამდე და ასევე პოლიტიკური დიალოგიც. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ დანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯების, რომლებიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის პოლიტიკური აქტი მხოლოდ და მხოლოდ და არა იმის იქით არაფერი არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ყველაფერ ამას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესის მიმართ, რასაც დღეს აქვს ქვეყანაში ადგილი. სოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG საქართველოში ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს. მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანია საქართველოში ინვესტირების მზადყოფნას გამოთქვამს, Stadleris პრეზიდენტმა პიტერ შპულერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს ხელი. ბრიუსელმა ნატოს შტაბ-ბინაში მორიგ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა ბელგიის სამეფოში მინისტერიალზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიამ მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ჩვენი მთავარი აქცენტია ის, რომ ჩვენ რჩებით და ვაძლიერებთ ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ჩვენს კონტრიბუციას. თქვენ იცით, რომ 870 სამხედრო მოსამსახურე მსახურობს საერთაშორისო მისიის ფარგლებში ავღანეთში. ჩვენ იგივე რაოდენობით გავაგრძელებთ მომავალშიც ამ კონტრიბუციას, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოთ უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე, რადგან დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს და განსაკუთრებით ნატოს ეგიდით ამ ნაბიჯების გადადგმა მოუტანს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას, მეტ თავსებადობას ნატოსთან, მეტ ამაღლებას ჩვენი სამხედრო მზადყოფნისა იმ სტრატეგიის ფარგლებში, რასაც ნატო განსაზღვრავს თავისი შეკავების პოლიტიკიდან გამომდინარე. ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი წვრთნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სამხედრო ექსპერტების ნაწილი ეხმაურება. აქ არის დასმული ამოცანა, რომ აღნიშნული შენაერთი, საუბარი ალბათ საბატალიონო დონეზე არის წვრთნებზე, საუბარი ტაქტიკური წვრთნებია და ტაქტიკურ ოპერატიულში სავარაუდოდ ახორციელებს, ასე ვთქვათ, სავარაუდო მოწინააღმდეგის დესანტის და დივერსიული ჯგუფების ლიკვიდაციას, რომლებიც გადმოსხდნენ ვითომ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ახლა სავარაუდო მოწინააღმდეგის შექმნა იგულისხმება საქართველო და ასეთი ლეგენდით წვრთნების ჩატარება კიდევ უფრო ამძაფრებს იმ მიმართულებას, რომ ეს წვრთნები და მithumedes მათი არაგეგმიური ხასიათი კიდევ უფრო ავითარებს, რომ ეს წვრთნები არის ფაქტურად სამხედრო მუხარის, ანუ ეს არის ფაქტურად სამხედრო მუხარა. გამოშვებაში საერთაშორისო ამბები. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრამ დიდი 20-ეული სამიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სიცხადე უნდა შეიტანოს. აღნიშნული შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დიდი 20-ეული სამიტის ფარგლებში შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასთერმა განუცხადა. დიდი 20-ეული სამიტი 7-8 ივლისს ჰამბურგში გაიმართება.
მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოს ნაბიჯმამსაჯულებმა 5 ჩეჩენი რუსი ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. გამოძიების ინფორმაციით 2015 წლის 27 თებერვალს ზაურ დადაევმა ბორის ნემცოვს ესროლა, ხოლო სხვა 4 პირი როგორც თანამზრახველები ისე მოქმედებდნენ. დანაშაულებრივ ჯგუფს ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის 250,000 ამერიკულ დოლარს დაჰპირდნენ. გამოძიება მიიჩნევს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის შემკვეთი რუსლან მუხუდინოვი იყო. მასთან მიმართებაში საქმე ცალკეა გამოყოფილი 2015 წლის ნოემბრიდან რუსლან მუხუდინოვი საერთაშორისო ძებნარშია. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. კოსმოსურმა როვერმა მარსის კრატერ ინდერვორზე აღმოაჩინა ქვები, რომლებიც სავარაუდოდ წარსულში მდინარემ გამორიყა. პანორამული სურათი როვერმა 2017 წლის 3 ივნისს გადაიღო. სურათს სამგვარი ფილტრი აქვს: ინფრაწითელი, მწვანე და იისფერი. მარსზე მოსიარულე როვერის დავალებაა გაარკვიოს, იყო ეს ქვები მუდმივად გაუნձრეველ მდგომარეობაში, თუ ის მდინარის ტალღებმა გადაადგილა. ამ თეორიის მოწინააღმდეგების აზრით, ქვების გადაადგილება ქარსაც შეეძლო. NASA-ს როვერი მარსზე 2003 წლის 7 ივლისს გაუშვეს. პლანეტაზე აპარატი 2004 წლისთვის აღმოჩნდა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ როვერი მარსზე მხოლოდ 90 დღე გაძლებდა, თუმცა ის დღემდე აწვდის მეცნიერებს ინფორმაციას წითელი პლანეტის შესახებ. საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის მაკონტროლებელი ორგანოს განცხადებით, 3D ეფექტის გამოსახულების ყურება 6 წლამდე ბავშვებისთვის სახიფათოა. კვების, გარემოსა და ჯანმრთელობის სააგენტოს რეკომენდაციით 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 3D გამოსახულების ყურება დაუშვებელია, ხოლო 13 წლამდე ბავშვებში დასაშვებია ზომიერების ფარგლებში. კვლევების თანახმად 3D გამოსახულება განვითარების პროცესში მყოფ მხედველობას ზიანს აყენებს. 3D ეფექტის გამოსახულების ყურებისას თვალს ერთი და იგივე დროს ორი განსხვავებული მიმართულებით კონცენტრირება უწევს. სანამ აღნიშნულ ინფორმაციას ტვინი არ გადაამუშავებს და ერთ გამოსახულებად არ აღიქვამს. 6 წლამდე ბავშვებში თანხმედრა ანალიზის კონფლიქტი უფრო მწვავეა, რადგან ამ პერიოდში მხედველობა ჩამოყალიბების პროცესშია, აცხადებენ მკვლევარები. და გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. 23 ივლისს ბლექსი არენაზე პროექტ ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში ქეთი მელუა კონცერტს გამართავს. ზაფხულის დღესასწაული ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება. კონცერტზე წარდგენილი იქნება მომღერლის ალბომში შესული სიმღერები. ქეთი მელუას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს, სპეციალური მოწვევით კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კამერული გუნდიც. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია რუსული ორენბურგის მწვრთნელი გახდა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ორენბურგის ღირსებას ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჟანიძე იცავს. 59 წლის თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2009 წლიდან 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა. ახლა კი ამ მინისტრია ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაძე და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.